მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება რას გრძნობს თქვენს მიმართ ჩაფიქრებული პიროვნება. კონცენტრირდით თქვენ საყვარელ ადამიანზე, წარმოიდგინეთ მისი ვიზუალი, მისი ხმა, შეიგრძენით მისი სურნელი, გაიხსენეთ ერთად გატარებული პოზიტიური დრო. კონცენტრირდით მასზე, გნებავთ, წარმოთქვით მისი სახელი ხმამაღლა, გნებავთ გონებაში. მე კი დავიწყოთ გაშლას. რას გრძნობს თქვენს მიმართ ჩაფიქრებული პიროვნება? ძალიან სევდიანია, ძალიან მოწყენილია, რაღაც მანიპულაციებს მიმართავს. მეგობრებო, რა გითხრათ? აი რას გრძნობს? ადამიანი წავიდა ურთიერთობიდან, ნახეთ როგორი მოწყენილია, მოხრილია მხრებში. წავიდა ურთიერთობა, სავარაუდოდ ახლა ისეთ ურთიერთობაზე ვშლი, სადაც პარტნიორმა დატოვა ურთიერთობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ურთიერთობის დატოვება არ მომხდარა რაღაცა უეცრად, ანუ ეს წასვლა მოხდა ძალიან მტკივნეულად მისთვის, წავიდა თავის შიშებში, თავის შეზღუდვებში. ძალიან მტკივნეული იყო ერთი სიტყვით მისთვის ეს ამ ურთიერთობის დატოვება. გრძნობს, რომ თქვენ ხართ მისთვის საბედისწერო ქალი, ქალი სამყაროდან. გრძნობს, რომ რაღაც ციკლი დასრულდა. თქვენთან მოსვლა უნდა, მეგობრებო, მიმართავს გარკვეულ მანიპულაციებს, სიჩუმით დასჯას, ესე ვთქვათ, და აი შეხედეთ, ძალიან უნდა მოირბინოს თქვენთან, მაგრამ რომ დგას ერთ ფეხს, მეორე ფეხი უკან ეკაჩება. არის აპათიურ მდგომარეობაში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, ყველა არკანი ამაზე მეტყველებს, რომ ძალიან განიცდის, აპათიურ მდგომარეობაში არის, სამყარო ეუბნება, რომ შეხედე, ნახე რა კარგი შანსი მაქვს შენთვის, მაგრამ თავისი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, ომებიდან, ბრძოლებიდან, შეზღუდვებიდან და გაუთავებელი ფიქრებიდან გამომდინარე, არ შეუძლია ნაბიჯის გადმოდგმა თამამად, თუმცა ძალიან უნდა გრძნობები დამონახე. გრძნობს იმას, რომ თქვენ ხართ მისთვის საბედისწერო ადამიანი. ძალიან ბევრს ფიქრობს. მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი, ვისაც ახლა ვშლით, გრძნობებშია თქვენს მიმართ. ახსენდებით, აი აქ გავჩერდები, მეგობრებო, სიყვარულის თასი, მეგობრებო, აი რა გითხრათ. ხშირად ახსენდებით, ეს არკანი მეტყველებს, რომ ძალიან ხშირად ახსენდებით ამ ადამიანს თქვენ, მაგრამ უმოქმედო მდგომარეობაში არის ადამიანი, არის თავის ფიქრებში, შეზღუდვებში, ვერ დგავს ნაბიჯს, რაღაცა ილუზიებშია, რაღაცა არასწორი ინფორმაცია აქვს. მოკლედ, ყველა არკანი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე, გრძნობები აქვს თავისი პენტაკლების დედოფლის მიმართ, რომელიც იცის, რომ არის სტაბილური, სერიოზული, მიწაზე მყარად მდგომი, შემდგარი, კარგი დედა, კარგი მეგობარი, კარგი ქალი, თუ დედა არ ხართ, განგიხილავთ როგორც მომავალ პოტენციურ დედად, კარგ დედად. და მოკლედ ძალიან დადებითად არის ეს ადამიანი თქვენს მიმართ განწყობილი, მაგრამ თავისი შინაგანი შეზღუდვებიდან გამომდინარე, თავისი არასწორი რაღაც ფანტასტიკის სფერო აქვს ჩართული ამ ადამიანს, რაღაცა ილუზიებშია, გამომდინარე ვერ დგავს ნაბიჯს. მადლობა ყურადღებისთვის.